შენიცის სპორტის მორიგი მერვეთ ფინალური დაპირისპირებით გიბრუნდებით, ამჯერად უკვე მეოთხედ ფინალისტი უნდა გავარკვიოთ. საკმაოდ საინტერესო სტუმრებით ვართ წარმოდგენილი და ძალიან კარგი თამაშის მოლოდინი გვაქვს. სეზონის გამარჯვებული მიიღებს 10,000 ლარს და აქვე გეტყვით, რომ ჩვენი წარმოდგენია ბეთლაივი. სანამ სტუმრებთან გადავალ, გთხოვთ, რომ გამოიწოროთ ჩვენი არხი, იმისათვის, რომ უფრო დიდი სტიმული გქონდეს საინტერესო მრავალფეროვანი და ხარისხიანი კონტენტის შემოთავაზებისთვის. მე ზაზა ვარ ამ გადაცემის წამყვანი და ახლა კი მივესალმოთ ბიჭებს. გამარჯობა, ბიჭებო, გიორგი და დიმა არიან დღევანდელი ჩვენი სტუმრები. გამარჯობა, როგორ ხართ და როგორ გწევთ? თავს გიორგი შენგან დავიწყოთ. რა ვიცი, აზერტულად გძნობ თავს, ცოტა უნერვიულო, მაგრამ შანსი არა მაგის გარეშე რომ მოსულიყავ. რა ვიცი, მედია დიმაც შემდეგად ნერვიულობ. უფრო მეტად. დიმა, შენ? მოგესალმებით, მეც პირველ რიგში გილოცავთ ამ კარგი გადაცემის დაწყებას, წარმატებებს გისურვებთ. ხო, მეც ესეთი თამაშების წინ სულ ნერვიულობა ამხლებია და შევეცდები უფრო სიამოვნე მომივიღო პროცესისგან და მაყურებელმაც კარგი თამაში გახოს. ღრმა ჩასუნთქვა, პირველი რაუნდი, მოვისმინეთ წესები. პირველი რაუნდი, ფოტოდუელი. ამ რაუნდში ორივე მონაწილეს ეძლევა 90 წამი. მათი მიზანია ეკრანზე გამოსახული სპორტსმენების გამოცნობა, რომლის საშუალებაც რიგრიგობით ეძლევათ. სვლა იქამდე არ გადადის მეორე მოთამაშეზე, სანამ სწორი პასუხი არ დაფიქსირდება. იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშე ვერ გამოიცნობს ეკრანზე გამოსახულ სპორტსმენს, აუცილებელია თქვას სიტყვა შემდეგი, მაგრამ დაკარგავს საჯარიმო 3 წამს. რაუნდს იგებს ის, ვისაც მოწინააღმდეგეზე მეტი დრო დარჩება. მოვისმინეთ პირველი რაუნდის წესები, მეგობრებო, მე მგონი ყველაფერი გასაგებია, ხო? მაშინ ერთმანეთთან სახით პირისპირ გადავინაცვლოთ. და მომაკვდინებელი მზერით ვითამაშოთ ჯეირანი. იმისთვის რომ გავიგოთ ვინ დაიწყებს. ჯეირანი. დიმა იწყებს. დიმა, შენ დაიწყებ ამ რაუნდს, ყურადღებით იყავი შენი მოწინააღმდეგის უკან მონიტორზე 5 წამიანი კაუნტდაუნი ირთვება და პირველი სვლა შენზეა. გახსენებ, რომ გვარი უნდა თქვა აუცილებლად სრულად. წამზომი ჩაერთო. დიეგო მარადონა. მალდინი. რუნი. ბერნარდო სილვა. შემდეგი. ნადალ. ბოზინკვა. შემდეგი. შემდეგი. კოკო გაუф. არა. შემდეგი. იმობილე. აკა. სალივან. ტადიჩი. შემდეგი. ნოიტ. გეიჯი. ლამი. პიას, ტარკერა და ანტონელი. შუკერი. ალკარასი. გურული. სამპრასი. დიბალა. გობერი. შემდეგი. ეტო. მასაქვია, პუშკაში კი არა და დისტეფანო. ხო, ეგა. სუარეს ვიძახ. შემდეგი. ჰენდერსონ. ვაიმე, შემდეგი. კლას. შემდეგი. ეს იყო კოკო. შემდეგი. ტრაპატ. შემდეგი. შირე. ამოიწურა დრო, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი რაუნდი გიორგის მიაქვს თავის მონაგარში. კარგი რაუნდი გამოვიდა საბოლოო ჯამში, დაუბრუნდეთ საწყის პოზიციებს, მეგობრებო. დიმა, შენ შემთხვევით
ნოვიცკისთან რამე პირადი ურთიერთობა ხო არ გაქვს? ყველა კალათბურთელი ისე გაუშვი მაგის გარდა რომ მშობლიურ ქალაქში ვარ, ნამყოფი ვიურცბურგში. არა, ყველა ვიცოდი კალათბურთელიდან რომ დამოვიწყე ძალიან აუიჭერიან. კარგი, ყველაფერი წინ არის, მაქსიმალურად მობილიზდი. წინ მეორე რაუნდი გვაქვს, ძალიან საინტერესო 3 მინი თამაშით და მოვისმინოთ მეორე რაუნდის წესები. მეორე რაუნდი, მინი თამაშები, ტაქტიკური კვადრატი. თამაში 9 უჯრისგან შედგება. თითოეული მათგანი ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად სხვადასხვა მოცემულობით არის დაკავშირებული. მოთამაშეების მიზანია, რომ სწორი ტაქტიკითა და პასუხებით შეავსონ გრაფა ისე, რომ გაავლონ ჰორიზონტალური, ვერტიკალური ან დიაგონალური კვეთები. სასტარტო 11-ეული. რაუნდის ამ ნაწილში მონაწილეები ეკრანზე ხედავენ კონკრეტულ თამაშზე წარმოდგენილი ერთ-ერთი გუნდის ძირითად შემადგენლობას. თითოეული ფეხბურთელი სირთულის მიხედვით არის დაყოფილი. მოთამაშეების მიზანია დააგროვონ მოწინააღმდეგეზე მეტი ქულა. set point-ი. მეორე რაუნდის გადამწყვეტ ეტაპზე მოთამაშეებს მოუწევთ გამოიცნონ ფეხბურთელის საკუთარი კარიერის მიხედვით. პასუხი დასწრებაზეა. მოვისმინეთ მეორე რაუნდის წესები, თუ ყველაფერი გასაგებია, მეგობრებო, შეგვიძლია რომ დავიწყოთ. მაშინ ნახოთ როგორია ჩვენი დღევანდელი ტაქტიკური კვადრატის მოცემულობა. ჰორიზონტალურად გვაქვს ასეთი მოცემულობა, უთამაშია მესისთან ერთად, მადრიდის რეალის ფეხბურთელი და სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი, ხოლო ვერტიკალურად პრემიერ ლიგის ბომბარდირი, მონაკოს ფეხბურთელი და ტოტენჰემის ფეხბურთელი. დიმა, შენ იწყებ ამ რაუნდს. მითხარი კვეთა და ვისფიქრობ, რომ სწორი ვერსიაა. კილიან მბაპე ჩავსვათ შუაში. კაი, თუ ეგრეა, მაშინ მოდი ჩავსვათ პრემიერ ლიგის ბომბარდირი და მესისთან უთამაშია, ანუ აქ ნაკრებიც იგულისხმება. ყველაფერი აბსოლუტურად. მაშინ სერხიო აგუერო. მოდი ჩავსვათ ტოტენჰემი რეალის კვეთაზე გარეთ ბეილი. დიმას გაუჩნდა პირველი შანსები. გიო შენ ჯერია. პირველად დავბლოკო. ჩაკლავს ახლა. ვიხსენებდი და ანუ დავჯერო ამაზე მარტივი ვარიანტი ვერ გავიხსენე მაგდონის ესა მაქვს შეზღუდული აზროვნება პრემიერ ლიგის ბომბარდირი რეალის კვეთა ანელკა ნიკოლა ანელკა პრემიერ ლიგის ბომბარდირი და რეალის კვეთა ანელკა რასაკვირველია სწორი პასუხია შენიც ანელკას ვფიქრობდი მეც და მიხარობდა რომ მეთქი ეგ არა ეხო ვეღარ კაი მოდი ახლა იყოს მესისთან უთამაშია და ტოტენჰემი ერიკ ლამელა უთამაშია მესისთან და ტოტენჰემის ფეხბურთელი ლამელა სწორია დიმამ აქ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა. თუ ბომბარდირს არ გაიხსენებს პრემიერ ლიგის. სამხრეთ ამერიკელი ბომბარდირი იყო, აგუერო არ უნდა იყოს, ხო? ორმაგი შანსი აქვს. სამხრეთ ამერიკელი და თუ აგუერო არ არის. ვინ შეიძლება იყოს? და არ ვიცი. კაი, მაშინ დიმას დაუბლოკავ, მართლა არ მახსენდება, უბრალოდ არ მახსენდება, სამხრეთ ამერიკელი და ტოტენჰემი იყოს, რა ვიცი, სანდრო. ნახევარმცველი იყო 30 ნომრით თამაშობდა. სანდრო სწორი პასუხია. ვერცმა ვერ ვიხსენებ და მოდი იმედით რომ მე გიოც ვერ გაიხსენებს სამხრეთ ამერიკელს ვიტყვი მონაკოში ფალკაოს. კაი, დაუბრუნდეთ. აგუეროს გარდა პრემიერ ლიგის ბომბარდირი. მაგრამ ისიც არ ვიცი, ჯერ დაგიბლოკავ, რა ვიცი. მესისთან უთამაშია და მონაკოში ასევე სუსტი ვარ ამ თამაში. მაგრამ ფერი არ მახსენდება. აგუერო არ უნდა ჩამეწერა იქ. იქნებ სხვა ბომბარდირს ქონდა თამაშები პრემიერ ლიგაზე მესისთან. მე დიმასაც ხო გამოუადგებოდა. ხო, ნუ ეგეც არის. წავედით, რომელ უჯრას ვიღებთ და პასუხი. აი, სულელი ვარ. ლუის სუარეს როგორ არ გამახსენა პრემიერ ლიგის ბომბარდირი სამხრეთ ამერიკელი. აი, ეგ არის ბლეკაუთი, ხო? ანუ მინდა რომ ვიღაცები კომენტარებში დაწერენ, იცოდნენ რომ უბრალოდ ბლეკაუთი. ლუის სუარესის სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე რაუნდის პირველი თამაში, გიო, ისევ შენ მიგაქვს შენს ამ შემთხვევაში მინი ანგარიში. არ წავიღებდი ისე უსუსურად ვითამაშე. უბრალოდ დიმასაც არ მივცედი რა პრეს მან შეგეძლო ასევე ტევესის გახსენებაც. ტევესიც გახდა, ხო? თანაბომბარდირი ხო არ გახდა ტევესი? დროგბასთან არ არის ხო? დროგბასთან არა, ბერბატოვთან. და იმენა გადამეკიდა, აი ვაფშე.
წავედით მაშინ მეორე მინი თამაშის სათამაშოდ, სასტარტო 11-ეული და მე მაინტერესებს ასეთი რამ, ხო არ გახსოვთ 2020 წლის ევროპა ლიგის ფინალი. არა, მაგრამ ვიცი ვინ მოიგო. ვინ მოიგო? ბიჭო, სევილია ინტერი არ იყო? კი, სევილია ინტერი. 3-2. და სევილიას ვიხსენებთ ახლა. დღეს თქვენთვის მოვამზადეთ ინტერის ძირითადი შემადგენლობა ამ შეხვედრაში და იმისთვის რომ ლუცი რაოდენობის ფეხბურთელები დაგვრჩეს მონაცვლეობით საპასუხოდ, ერთ-ერთ ფეხბურთელს ყველაზე მარტივს ალბათ გეუბნებით მე, ეს არის ლაუტარო მარტინესი 10 ნომრიანი მაისურით. ამ რაუნდს იწყებს დიმა. აბა გისმენთ, დიმა, შენთვის სასურველი ფეხბურთელის ნომერი და გვარი უნდა მითხრა. ამ ფორმაციის ინტერეს აი. კარში მახსოვს რომ ჰანდანოვიჩი იდგა და მოდი იყოს ეს ერთი ქულა რა ვიცი თუ ეგ იყო სამირ ჰანდანოვიჩი. სწორი პასუხია 1-0 ხდება ანგარიში. მაინც შეგახსენებთ რომ 3 შეცდომის დაშვების უფლება გაქვთ, მაგრამ ქულა ჩვეულებრივად გინარჩუნდებათ. თუ წინ ხართ მეტოქეზე. კაი, თქვა ხოლმე. რაც თავი მახსოვს, სულ 77 იყო ბროზოვიჩი და დავიჯეროს სხვა იქნება. მარსელო ბროზოვიჩი 77. ყველაფერი სწორად გახსოვს. 2-1 ანგარიში. ხა 9 ნომერი პლუს 1. კრესპო. აუაც ახსენებელი მაურო იკარდი? არა. პირველი შეცდომა დიმა. კაი, თუ შეცდომა აიღო დიმა, მეც გაურისკავ და შეცდომა თუ იქნება არა უშავს. ნომერი? თუ არ გაურისკო. კაი, 33 იყოს, მოდი დამბროზიო. აბსოლუტურად სწორი პასუხია ეს. ყველა იმედი 4 ქულა დაიმატა გიორგიმ, რაც იმას ნიშნავს, რომ 6-1 ანგარიში ამჟამად. მე ან კანდრევა უნდა მეთქვა, ან დამბროზიო. კანდრევა აღარ იქნება. მოდი 95 იყო შკრინია. არა. მეორე შეცდომაა დიმას ამწუხარად. მოდი იყოს გოლი გაიტანა და იმედია ეგ ნომერია და მეორე არა. 2 ნომერი დიეგო გოდინი. ეს სწორი პასუხია. უკვე 8 ქულა გაქვს გიორგი და 11 ქულაზე იგებ. არა მხოლოდ ამ მინი თამაშს, არამედ მეორე რაუნდს მთლიანად. შენ ვინ იყო ფორვარდი წინ? არნაუტოვიჩი? ნომერი? 9. ნომერი 9 არნაუტოვიჩი არ არის. რაც იმას ნიშნავს, რომ გიორგის უნდა მიულოცოთ მეორე რაუნდის მოგება. ლუკაკუი. მოდი მივყვეთ 95 ნომერი. ბასტონი. სწორია. ბასტონი. 6 ნომერი. დევრაი. სწორია. სადაგვრჩა 15 ნომერი. 15 არ მახსოვს და ჯერ მოდი 23 ბარელო. 23 ნომერი ბარელა. სწორია და ვინ იყო 9? 5 რანოკია ისე ვაკარი? რანოკია ამ დროს? კაი, მოიცა რანოკია. კი არა და გალიარდინი? აბსოლუტურად მართალია. და დაგვრჩა 15 რომელიც იყო იან. სენსი. ეშლი. საერთო ჩათვლაში ანგარიში გვაქვს 2-0 გიორგის სასარგებლოდ და უკვე შეგვიძლია რომ set point-ის გარეშე მეორე რაუნდის მესამე მინი თამაშის გარეშე გადავიდეთ მესამე რაუნდში. სპორტპედია. მოვისმინოთ წესები. მესამე რაუნდი სპორტპედია. ამ რაუნდში მოცემულია 12 გრაფა, რომელიც 4 კატეგორიადაა დაყოფილი. თითოეული კატეგორია 3 სხვადასხვა სირთულის შეკითხვას მოიცავს. მოთამაშეები მონაცვლეობით პასუხობენ მათთვის მისაღებ შეკითხვებს. მონაწილის მიერ აღებული შეკითხვის ვერ გამოცნობის შემთხვევაში მოწინააღმდეგეს ეძლევა საშუალება მოიპაროს კითხვა. თუმცა თუ კი არასწორ პასუხს გასცემს, შესაბამისი ნომინალით გამინუსდება. მოთამაშეების მიზანია დააგროვონ რაც შეიძლება მეტი ქულა. მოვისმინეთ მესამე რაუნდის წესები. მეგობრებო, მე მგონი ყველაფერი გასაგებია, ხო აქაც? კარგი, მაშინ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენი წარმომდგენია BetLive და ახლა კი ნახოთ როგორია სპორტპედიას დღევანდელი კატეგორიები. წყალში გადაყრილი მილიონები, მეორე კატეგორია გვაქვს მოგვარეები, მესამე კატეგორია ფეხბურთელები უნიკალური სახელებით და მეოთხე კატეგორია აფრიკის მარგალიტები. სანამ ამ რაუნდს დავიწყებთ, გამოიყენეთ ეს დრო და გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ამ რაუნდს ისევ დიმა დაიწყებს. ტრადიციულად. დიმა, აბა. მოდი იყოს წყალში გადაყრილი მილიონები 100 ქულია. წყალში გადაყრილი მილიონები 100 ქულა. როგორც ამბობენ, წვიმიან ლონდონში გადაბარგება ცოლმა აიძულა. 2006 წელს მასში გადახდილი 31 მილიონი ფუნტი პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 48 მატჩში გატანილ მხოლოდ 9 გოლში რეალისტა. დიმა. ვერ ვიხსენე. კარგი. ნუ არაფერს არ კარგავ. ვარიანტი რომ ეთხრა უბრალოდ. 48 მატჩი 9 გოლი. 16. და ეს არის შენი აზრით? ვერა. კარგი.
გიო იპარავ ამ შეკითხვას. ხო, ეს არის ანდრეი შევჩენკო. ეს რა თქმა უნდა არის ანდრეი შევჩენკო, რაც იმას ნიშნავს, რომ 100-ით 0 ხდება ანგარიში სპორტპედიას რაუნდში. გიო, ეხა შენ ერჩევა. მოდი იყოს ბიჭო, ვერ ვრისკავ ვერაფერს. რა თქმა უნდა, 100 გულიანსავე. ფეხბურთელები უნიკალური სახელებით 100 გულიან. ფეხბურთელები უნიკალური სახელებით 100 ქულა. 2024 წელს ლუის ენრიკემ ნასერ ალ-ხელაიფის ეს სასურველი საჩუქარი 50 მილიონ ევროთ შეაძენინა. არა ვიცი. აი ვიტყვი პროსტ. აბა, ვილიამ პაჩო. არა, ეს არ არის სწორი პასუხი და დიმაც არ იპარავს ამ შეკითხვას. აქ მთავარი აქცენტი იყო სასურველს. ხო, ჰაკიმი არ იქნება ინგლისურად თუ გაიხსენებთ პირდაპირ მიხვდებით ამ შეკითხვის პასუხს. Wanted Desire. ღმერთში. Desire Due ამ შეკითხვის პასუხი. სხვათა შორის ბევრმა არც იცის რიგ შემთხვევებში, რომ Desire Due არა აკადემიის ფეხბურთელი, არამედ შენაცემი. ვიცოდი უბრალოდ რენის პროდუქტი. დიმა, შენი ჯერია. რა გავაკეთე? მოდი, იყოს ფეხბურთელები უნიკალური სახელებით 200 ქულიან. ფეხბურთელები უნიკალური სახელებით 200 ქულა. ჰიპოთეტური დიალოგი ფეხბურთელსა და კლუბის ეკიპირების მენეჯერს შორის. აზრი არა აქვს, არ დაეტევა. დაავატებთ, კაცო. დაასახელეთ 1978 წელს დაბადებული ეს ფეხბურთელი. ვენეგორო ფესელბანი. ოჰოჰოჰო, როგორ ჩამწკრივები თქვა. აი ესე ეწერა და ეგეთივე პასუხი მივიღეთ დიმასგან. ანუ მიხსენი რა. აი ესე ეწერა გვარი მაისურს. აი შერკალად. ეხა გამოჩნდა კიდევ ვიღაც იგივე მოგვარი და ძალიან პატარა ფონტით დააწერეს. 200 ქულა დიმა. 200-ით 100 ხდება ანგარიში. აი, მოდი იყოს 100 გულიანი მოგვარეები. მოგვარეები 100 ქულა. ერთს All Blacks-ის შემადგენლობაში 1500-ზე მეტი ქულა აქვს მოპოვებული, მეორე სპორტსმენის პატივსაცემად კი ტორონტო რაპტორსმა და ბრუკლინ ნეტსმა 15 ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო. ორივე კარტერი და ვის კარტერი. დენ და ვის კარტერი. ეს აბსოლუტურად სწორი პასუხია. ორი სპორტის ორი ლეგენდა. წავედით 200-200 გვაქვს ანგარიში. ზედა ფლანგი მოვასუფთავეთ. მოდი იყოს უნიკალური სახელებით ამოვწურო 300 ქული. სურინამული ფესვების მქონე ამ როტერდამელთან ყოველთვის სიტყვა ნიჭიერი ასოცირდებოდა. თუმცა ვერც ლიდსთან ერთად შემორჩა პრემიერ ლიგაში და არც ვესტ ჰემში უდგას კარგი პერიოდი. მისი სახელი იმდენად უნიკალურია, რომ Google-ში ძიებისას 16-ვე არსებულ გვერდზე მხოლოდ მასზეა სიახლეები. აქ სახელიც უნდა თქვა და გვარი? სახელიც და გვარიც. ხო არ ნანო მოპარვის ცდილობას. სურინამელი ფესერად. როტერდამი. დიმა, აბა დარჩება ბოლომდე საყვარელ კატეგორიად? შენი საბოლოო ვერსია? ანტონიო იამაიკელიო. ლიციდან ვესტჰემში. არა დავიცი. ვერ ვიხსენებ. კარგი. არც არაფერს არ აფიქსირებ. კარგი. მაშინ გიორგი იპარავს ამ შეკითხვას. შეუცვლას გავს სახელი რა, კრისენსიო სამერვილი. ბრავო, ეს სწორი პასუხია. კრისენსიო ხო არის რას ნიშნავს? არა, ნახდად არა. ესპანურად ნიშნავს გაძლიერებას, ზრდას, ხო. სამერვილი კიდე ძალიან. სამერვილს ვერ გავიხსენე. კაი. აბა გიორგი, ხა შენი ჯერია? რთულია, იცი? 300 ქულიანი შეკითხვა. რომ მოიპოვე მაგაზე ცოტა აქცენტი გავაკეთე. ო, არა. კი, უბრალოდ გზაში გავიაზრე, რომ -300-ია ამაზე. კი. მე ისე დავაჭირე და და შანსი იყო, რომ მინუსი დაიწყება შენს ბალანსს. ხო, მოგვიანებით თუ ალბათ ჩვენ რატო იცი, ორის სახელი უნდა გაიხსენო რა. ნამდვილად, ორივეს სახელი უნდა ფიკის მარგალიტების 100 რა იქნება. კაი, არ მინდა, მოგვარეების 200 იყოს. მოგვარეები 200 ქულა. ორივე ესპანელია და 1991 წელსაა დაბადებული. თუმცა ერთი დღემდე მოქმედი სპორტსმენია და ჩემპიონობა ორჯერ აქვს მოპოვებული, მეორე კი ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელის მემკვიდრეობას აგრძელებს. ხო, ფერნანდო და ჩაბი ალონსო. ფერნანდო და ჩაბი ალონსო. მართლაც რომ ორივე ლეგენდარული თავის სპორტში. მოდი იყოს აფრიკის მარგალიტები 100 ქულა.
1994 წელს დაბადებული ეს ჩემპიონი რამდენიმე თვის წინ გახმაურებულ ვიდეოში სასტუმროსთან მერაბ დვალიშვილს შეხვდა და ჭიდაობის ტექნიკის დასახვეწად რჩევების თხოვა. ანუ მე ვინ მასენდა პრობლემ ვერ ვიტყვი. გახმაურებულ ვიდეოში სასტუმროსთან მერაბ დვალიშვილს შეხვდა და ჭიდაობის ტექნიკის და რჩევების თხოვა. აფრიკაზე ვარ, ხო ეხლა საერთოდ ავირიე. ეს ჩემპიონი. არ ვაჭერ, მაგრამ ვერსიას ვიტყვი. აფრიკის მარგალიტები ეს არის, ხო? კი ბატონო. 94 წელს დაბადებული აფრიკელი. ბოლდე ვიდეო. რა ვიდეოა? ცნობილი. დიმა. არ ვიცი. არ გვაქვს ეს ვერსია. კაიგიო, არის პარავს ამ შეკითხვას და გითხარი შენი ვარიანტი. ანუ აფრიკელ ჩემპიონზე მარტო ანუ დრიკოს დუპლესი ვიცი. ეგ იყო. რა თქმა უნდა. ვიდეო არ მახსოვდა და მაგრამ ალბათ 100 ქულა უკვე აღარაფად ჩააგდე. არა, მინუსია თორე, რო არ ყოფილიყო მინუსი ვაჭერ. ეგ ვარიანტა თქვენ ახლა ვიდეო ვერ ანუ საჩ? არა, მეც ვიდეო გამხსენება და ვიტყოდი, მაგრამ დრიკოს დუპლესი იყო სწორი პასუხი. როსტა რომ მithქვა ახლა. ანუ არ მახსოვდა ფაქტობრივად. აი. გიორგი შერია. მოდი იყოს. მაინც სიმშვიდისთვის გეტყვი რომ ძალიან ბევრი ქულა გვაქვს გასათამაშებელი კი. 1300 ქულაა დარჩენილი. სამერვილის მერე ძალიან შვიდადო. მოდი იყოს მოგვარეები 300. მოგვარეები 300 ქულა. ერთი ზედიზედ 19 წელი მასაჩუსეტსური გუნდის პატრიოტი იყო და ბევრის აზრით საუკეთესოა ვისაც ეს სპორტი უთამაშია. მეორე კი ველტერვეითის ერთ-ერთი კონტენდერია და მარტში ლეონ ედვარდს ძლია. ისე ტომ ბრეიდი და შონ ბრეიდი. ისე იყავი განწყობილი კითხვის დროსაც. ტომ ბრეიდი კომიხვდი და მე ბრეიდები ვინ არიან თქო და კონტენდერი და ისე UFC-თ მე. ტომ ბრეიდი და შონ ბრეიდი რა თქმა უნდა სწორი პასუხია. 1000-ით 200 ხდება ანგარიში. ეხა მინდა 800 ქულიანი ვეძებ რომელიც სად არის 800 ქულიანი. მაგრამ იყოს წყალში გადაყრილი 200 ქულიანი. წყალში გადაყრილი მილიონები 200 ქულა. ეს აფრიკელი 2020 წელს იმ გოლის ავტორია, რომელიც მიკელ არტეტას პირველი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. აბა. აფრიკელი არსენალში? ჩო, როგორ გაურისკო, მაგრამ ეს აფრიკელი ორი. აი ხა დავუჭე. კატეგორიის სახელიც არ დაგავიწყდეს. აჰა, წყალში გადაყრილი ფული. აფრიკელი. ვახ. თასოც. მე გამახსოვს რომელი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. დიმა, უნდა მითხრა პასუხი. გიორგი იპარასთან. ან ვიპარავ ან არა ეს, რავი. კარგია მაშინ, -200 დიმას გამოადგება. გისმენთ? რავი, არსენალის წყალში გადაყრილი ფული ბევრი არ მახსენდება, იმ ბევრს ვერ იხდიან. ნიკოლა პეპე მახსოვს ერთადერთი და ყველაფერი სწორად ახსოვს დღეს ამ კაცს. რა გავაკეთოთ? 1200-ით 200 გახდა ანგარიში, რაც იმას ნიშნავს, რომ შანსები ფაქტობრივად აღარ არსებობს იმისა, რომ დიმამ ეს რაუნდი თავის სასარგებლოდ დაასრულოს და გამოვავლინეთ მე-6 მეოთხედ ფინალისტი. დამსახურებელია. მართლა სუპერ თამაში იყო. დიმა, შენგანაც მგონია რომ მაყოფილი უნდა იყო მაინც, იმიტომ რომ უბრალოდ მეტოქე დღეს ისეთ ფორმაში იყო, რომ ძალიან ფორმაში. რა ძალას უნდა შეეძლოს ასეთი ადამიანის დამარცხება. ხო, მიუხედავად იმისა, რომ წავაგე ძალიან მისიამოვნე პროცესით, ძალიან კარგი მოწინააღმდეგე მყავდა და მიხარია, რომ შემდეგ ეტაპზე მეყოლება საგულშემატკივრო მოთამაშე და იმედია გულშემატკივრო ისეთ ადამიანს, რომ თქვა რომ ჩემპიონთან დავმარცხდი, ხო? კი, ძალიან კაი იყო და მადლობა ჯერ პირველ რიგში თქვენ, მადლობა გიოს კარგი თამაშისთვის და წარმატებები შემდეგ თამაშებში და თქვენ პროექტს ფლიან. მადლობა შენ რომ იყავი ჩვენი სტუმარი. გიო, შენ რას გქონდა? მადლობა დიმას, ანუ ამ ხელს ხოვა რა თქმა უნდა ეს უბრალოდ მართლა ყველაფერი საჩემოდ დაჯდა. და დეზირე დუეზე ხო მანობ ასე რომ ლუის სუარეს ვერ გავხსენე და აი ძალიან კაი კითხვები იყო თან მოვიდე. უკეთესი უნდა და მაინც 4-0-ს აღგმო. არა, უბრალოდ აი ცუდი ისინი იყო და ლაფსუსები და მადლობა თქვენ და იმედია რავი კიდე სამჯერ გეტყვით მადლობას. ისურვებ წარმატებებს. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს, ვინც ბოლომდე გვიყურა. არ დაგავიწყდეთ რომ ჩვენი წარმდგენია BetLive, ჩვენ ერთ კვირაში შევხვდებით BeLive-ის YouTube არხზე და აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი. მომავალ შეხვედრამდე.